an der Kaukasusfront. Von den Höhen des Kaukasus geht der Blick weit ins Land. In den Bergwäldern vor Tuapse, in steilem Anstieg, müssen die einzelnen Höhen überwunden werden. წლის 17 აგვისტოს ფაშისტური გერმანიის სამთო მოიერიშე დივიზია ედელვაისი კაპიტან გროტის ხელმძღვანელობით ყარაჩაის მხრიდან იალბუზის კალთებს მოადგა. იეგერები იმავე დღეს 11 აპრილთან ზღვის დონიდან 4200 მეტრზე დაბანაკდნენ. ავსტრიელმა ჯარისკაცებმა ხოჯიტაუს უღელტეხილის გენერალ კონრადის სახელი უწოდეს. ედელვაისში მონაწილეობდა 2 ქართული ბატალიონი. ისინი პოლონეთიდან აქ ჩამოიყვანა შალვა მაღლაკელიძე და დიდი თავგამოდებით იბრძოდნენ მდინარე ბაქსანზე. სხვა ბატალიონი იყო კიდევ ჩამოყვანილი აქ ლიტველების ბატალიონი, სხვათა შორის ისიც შალვა მაღლაკელიძის ინიციატივით, მაგრამ ძალიან თავგამოდებით ახლა მათ არ იბრძოლეს აქ. ქართველებისათვის დიდ ქედს გადაღმა სამშობლო იყო და ლიტველებისათვის კავკასიის ქედს გადაღმა არაფერი არ იყო საინტერესო. ბერლინის რადიო სიხარულით იუწყებოდა ბოლშევიკური რაზმების განადგურებას იალბუზის სამხედრო მეტეო სადგურზე. Rast in einer Sauna, die von unseren Jägern in einem Hochtal eingerichtet wurde. Nach dem Schwitzbad rasche Abkühlung, das stählt den Körper. ფიურერის ბრძანების მიუხედავად, რომ 19 აგვისტოს იალბუზზე მესამე რაიხის დროშა აღემართათ, გროტი მწვერვალის დალაშქვრაზე უარს აცხადებდა. იალბუზზე ქარბუქი მძვინვარებდა. Sturmwolken über den Dalabashi. მაგრამ 21 აგვისტოს გროტი უკვე იძულებული გახდა ვერმახტიდან მიღებული მკაცრი ბრძანება შეესრულებინა. ედელვაისი უამონდობის მიუხედავად ევროპის უმაღლეს მწვერვალისკენ დაიძრა. მწვერვალის დალაშქვრას უმსხვერპლოდ არ ჩაუვლია. დაშვებისას რამდენიმე იეგერი და გამოცდილი ალპინისტი დაიღუპა. ბრძოლა კავკასიონისათვის ზღვის დონიდან 3400 მეტრზე მიმდინარეობდა. მოგვიანებით დახოცილ ჯარისკაცებს იალბუზის უნადირზე ზღვის დონიდან 5500 მეტრზე პოულობდნენ. ომს ასე მაღლა ჯერ არასდროს აუღწევია. პროპაგანდისტული ფილმი განგაში უღელტეხილზე გებელსის დავალებით გადაიღეს, მაგრამ მესამე რაიხის მაყურებელს მისი ნახვა არ დასცალდა. გერმანელებმა დაშვებული შეცდომების გამო ვერ გადალახეს კავკასიის მთავარი ქედი. რამდენიმე უღელტეხილი დაიკავეს, სანჭაროს უღელტეხილიც დაიკავეს. პრაქტიკულად საქართველოს რესპუბლიკის ადმინისტრაციულ საზღვრებშიც შემოვიდნენ გლუხორის მხრიდან ისინი, მაგრამ ეს იყო ცალკეული მზვერავი რაზმები და ქედის გადალახვა ვერ მოახერხეს მათ. წინააღმდეგობის გამო, რა თქმა უნდა, წინააღმდეგობის გამო და დაშვებული შეცდომის გამო. იმიტომ რომ ჰიტლერს ან უნდა ერჩია სტალინგრადის მიმართულება, ან უნდა აერჩია ჩრდილო კავკასიის მიმართულება. მან ორივე აერჩია და საბოლოოდ ორივე მიმართულებით დამარცხდა. 1943 წლის დასაწყისში გერმანიის ელიტარულმა დივიზია ედელვაისმა
საბჭოთა არმიისა და კავკასიონის მკაცრი კლიმატის შემოტევას ვერ გაუძლო და იძულებული გახდა უკან დაეხია. 1953 წლის ზაფხულს ფაშისტური გერმანიის სამხედრო ქვედანაყოფები, რომლებიც სპეციალურად გასწრული იყვნენ მთაში ბრძოლების საწარმოებლად, იმჟამინდელი საბჭოთა საქართველოს ტერიტორიებს მოუახლოვდნენ. ბრძოლები ძირითადად კავკასიონის ჩრდილოეთით მიმდინარეობდა. ჩვენთვის ცნობილია ქულხორისა და მარუხის უღელტეხილებზე გამართული შეტაკებების ისტორია. მაგრამ იყო კიდე მესამე, ესე ვთქვათ, ყველაზე ფართომასშტაბიანი ოპერაცია, რომელიც ჩატარდა ეს იყო ბასას უღელტეხილზე. ეს ოპერაცია რატომღაც საბჭოთა ხელისუფლებამ სასტიკად გაასაიდუმლოა. Wird zum Rückzug gezwungen. დაახლოებით 1000 კაცამდე დაეცა. 1984 წელს იმ ადგილებზე, სადაც ბრძოლები მიმდინარეობდა, იყო შესული სპეციალური ექსპედიცია. და ჩვენ ხედავთ ნივთებს, რომლებიც იქიდან გამოიტანეს შემთხვევის ადგილიდან, სადაც მიმდინარეობდა ეს ბრძოლები. მაგალითად ეს ხელყუმბარა გერმანელი ოფიცრების მედლები დამსახურებისათვის, აქაც წერია ღირსეულის სამსახურისათვის. აი ნაპოლეონი არის კიდევ ძალიან საინტერესო არის, ეს არის სპეციალური დანადგარი артиლერისტებისათვის, სადაც შეხდებოდა გამოთვლა თუ ხეობის უკან როგორ უნდა გაენადგურებინათ მოწინააღმდეგე. Stellung preisgeben. ჩვენც 1980 წლის შემდეგ, ასე ვთქვათ, გადავწყვიტეთ, რომ უფრო ზუსტად გამოგვეკვირია თუ რა მოხდა ბასას უღელტეხილზე. რა წუთზე უნდა მოვიდეს ჩვენი გამყოლი ლევან შერვაშიძე. არ დაგავიწყდეთ, რომ 25 წელიწადია კაცშვილი არ შესულა. აი მე მგონი ეს საუმორჯოს ლევანი იესეს ასიამონი. სულ თქვენ შეგვიძღვებით, ხო იმ ხეობაში, რაც 25 წელიწადია კაცშვილი არ შესული. ნამდვილად, ჩემს შესულ გავიგე, რომ მაგას საინტერესო აღმოჩნდა იმიტომ, რომ ეს საინტერესო სამბავი და უცნობო რაღაცა. პრობლემა შეგაყვანოს. რა მიმართულებით არის ეს აქედან შეიძლება დაახლოებით რომ ვიქარეს აუცილებლად ჯერ ანუ ჩვენ უშბას შემოუვლით არა ბარცელს სახეობაში მიდიოთ ნაკრისობა არის ბევრად დამოთ მაინც საინტერესო იქნებოდა ვინმე გვინახა ვინც იყო შესული თუ არის კიდე არსებობს ეგეთი ადამიანი და აი ხა მე მინდა რომ აგიყვანო სადაც ასეთი ადამიანი დარჩენილი უძვარი გურიანი რომელიც 25 წლის წინ იყო შესული და ის გვეკვირთ დაწვრილებით დეტალებს რა გამარჯობა იასე გამარჯობა კეთილი იყო ჩემი ფეხი ამ ოჯახში იმავე რომ გეუბნებოდით ბასას უღელტეხილის ცნობილი ფაქტი დეტალებისთვის კი მოვიდით რომ რაღაცები დაწვრილებით გავიგოთ თქვენგან იმიტომ რომ ბოლოს ბუნებრივი ლიტერატურაში ისტორიაში არ არის ბასაზე ომის ისა ეპიზოდები რაღაც ისე ხალხის მეცნიერებაში დარჩა როგორც იქაც მიდიოდა ომი როგორც მარუხზე და სხვადასხვა ადგილებში კავკასიონის უღელტეხილებზე კერძოდ ახლა ეს პერევარი დაკავშირებული უღელტეხილი დაკავშირებულია როგორც მასთან აქვია ჩუბერთან ასევე ჩიპერაზაუთ ბრუსლის რაიონთან სწორედ ებრუს კაპარდენო-ბალკანეთიდან შემოდიოდა ხოლმე გერმანელი. და რა მნიშვნელობა ჰქონდა უღელტეხილს? საკმაოდ სტრატეგიულად ითვლებოდა ალბათ, არა? უღელტეხილი უფრო ადვილი გადასასვლელიცაა, ჩიპერაზა უფრო ადვილი გადასასვლელიცაა. როგორც ამბობენ და ისტორიიდან ვიცით, რომ ჯერ კულხორით ამით გადმოდიოდნენ მაროხით შავი ზღვის სანაპიროზე, შემდეგ აპირებდნენ უფრო აქეთ აღმოსავლეთით ბაქოზე გასვლას, ხო? და ამ შემთხვევაში ბასას პერევარი ასრულებდა დიდ როლს გერმანელები შემოწმდნენ ზუსტად შუა წელში მოხდებოდა ეგ დარტყმა ესე იგი ნაწილს მიიწოვებდნენ იქით აფხაზეთის მხარეზე აქ კერძოდ სვანეთ მესტიის რაიონში და უფრო აღმოსავლეთით მესტიის უღელტეხილებისკენ და მულახისკენ მოქმედებდა ყურაშვილის არმია. ყურაშვილის არმიაში ქართველები მსახურობდნენ, უფრო ჭარბობდა რუსები, ჭარბობდა უფრო
კიდე ადგილმოსახლეობა, რომელიც იცოდა ტერიტორიებისა. ახლა მარუხის უღელტეხილი, ეს არის ელბრუსის რაიონის ეკუთვნის, ასევე ბასას, აზავ, ჩიპერაზაუს ეკუთვნის, ისევე ელბრუსის რაიონი, კაბარდინო-ბალკარეთი, ბალკარეთის მხარე და ყველაფერი ერთდებოდა ენგურის ხეობაში სიყრიდა. ანუ ერთი შეკითხვა, კაი ხა ჩვენ ნახეთ ეგეთი კადრები 1942 წელს გადაღებული გერმანელი ჟურნალისტების მიერ, ესე იგი პროპაგანდა ფილმს ეძახდნენ, ეგეთის რომ გერმანიაში უშვებდნენ. თუ როგორი სიხარულით ხვდებიან ყარაჩაელები იმას გერმანელების შემოსვას ედელვაის ბერგმანს. აქ ეგეთი შემთხვევა თუ იყო საერთოდ რომ აი იქნებ იყვნენ ქართველები გერმანელების ხარს რომელიც აქეთ გადმოვიდნენ ან ადგილობრივები რომლებიც ეხმარებოდნენ იმათ ეგეთი შემთხვევა ხო არ ყოფილა არა შემთხვევა არ ყოფილა მაგრამ იმედი ჰქონდათ იმ ბერგმანის ჩამოყალიბება რომელიც ქართველები მონაწილეობდნენ ამ ომში ესე იგი განაცხენებული თუ რაღაც მოღალატედ გამოცხადებული ხალხი რომელიც ამ ისტორიას დაეწერა ხოლმე იყო ამაზე ჯერობა მაგრამ კერძოდ სვანეთში არ ჩამოყალიბებულა ეს ისე ყოფილა შემთხვევა რომ გადმოსულან და მოლაპარაკებიან ლაპარაკი გასულა იმიტომ რომ ზოგიერთი იყო იმ ბერგმანის იმაში რომელიც სვანეთთან იყო წარმოშობილები წასულები და იმედი ჰქონდათ რომ სვანი ხალხი ადგილობრივი ხალხი დაუჭირდა მხარს მაგრამ იგი სამთავროდ არ შედგა სამთავროდ ახლა ვამბობ იმიტომ რომ მაშინ შეიძლება ყოფილიყო სასურველი არასასურველი და სასურველია აი ამის გამო დანარჩენი მე მგონი უკვე გადგიზდება წავალთ უკვე და ნახოთ ჩვენ დიდი მადლობა აგრას ხეობაში თვითონ იქ ადგილობრივებს გავესაუბრებით ბაშნის ავტომობილით მესტია და უკვე მივემგზავრებით სოფელ ნაგრისკენ და ახლობთ 30 კილომეტრი ზოგადად იქიდან უკვე შევალთ ასას უღელტეხილისკენ. აქ არიან ჩვენი ჯგუფის წევრები ლევანი, ნიკა, ჩვენი ვახო. ამის ხელშია ჩვენი ცხოვრება ხა ამით. სოფელ ნაკრიდან ჩვენი მანქანით გზის გაგრძელება ფაქტიურად შეუძლებელია და ადგილობრივი მესაზღვრეების ეგრეთ წოდებული კოლხოზნიკით გვაგრძელებთ გზას. მაგრამ სულ რამოდენიმე კილომეტრის გავლა შევძლებთ. მანქანამ წყობრიდან გამოვიდა და გზის ფეხით გაგრძელება მოგვიწია.
თითქმის ნახევარი უკვე გამოვიარეთ და სადღაც დაახლოებით 2500 მეტრზე ვიმყოფები ზღვის დონიდან. ჩემგან არის კავკასიონის მთავარი ქედი მარჯვნივ, ეს არის ნაკრასწვეროვალი და აქვე არის ნაკრას უღელტეხილი. იქით უკვე რუსეთის ფედერაცია. ჩემგან მარცხნივ არის ფასას უღელტეხილი და აბა დაახლოებით 1 საათ ნახევარში უკვე ზევით ვიქნებით. ეს არის უკვე ფასას უღელტეხილი. როგორც იქნა ამოვაღწიეთ, დაახლოებით 3050 მეტრი. ამოსვლისთანავე ჩვენი ყურადღება მიიქცია აქ უკვე უცნობი ჯარისკაცის საძვალე. აი ნათლად ჩანს. აი კიდე ერთი უცნობი ჯარისკაცი, რომელიც სამწყარო ძალიან ბევრია მეორე მსოფლიო ომის შემდეგ. აქვე არის ის გილზები. ალბათ დაახლოებით ისინი 53 წელი ალბათ. აი ვაგზელებთ გზას. აქ არის გარკვეული ალბათ შეიარაღების ან ყუმბარტყოსის დეტალების დამკვიდრებით ამის თქმა მინამდვილად შემიძლია. ალბათ ეს იყო სარტლი ალბათ მე მგონი არა. ეს საწმელი მაშინძელი ეს თქოს ულობთ საინტერესოა ზევითაც თუ იქნება რამე აი აქ ჯერ კიდევ შემორჩენილია ეგრეთ წოდებული ზიმნიანიკები. ნუ გადაიღებინებს და ხო ესენია ტყუილქვევის ჭიდი. ალბათ საბჭოთა ტყუილქვევი იყო. ამაში ლაგდებოდა ტყუილი, მე უმაგდებოდა ტყუილქვევს და ამით უსაფრთხოებოდნენ ალბათ. ალბათ იმ რამესაც ამ ჭიდიდან იყო გასროლები. ეს არის ამას გასაკვირი არ უნდა იყოს აი წინაღების ფილტრები, რომელიც განკუთვნილია ქიმიური შეტევისთვის. აქ რაში დაჭიდათ და დატოებოდნენ ქიმიურ შეტევას ეს წარმოუდგენელია. და ალბათ გერმანელებს ჰქონდათ რაიმე გეგმა. ეს ნაგებობა არის ალბათ ძველი ქართული წესით, როგორც აგებდნენ. რომელიც გაუძლო, რა ვიცი, უკვე რამდენი წელი გავიდა 1942 წელს არის აგებული. ალბათ წინაც იყო ეს ყველაფერი. ეხლა მივიდეთ მყინვართან, სადაც უშუალოდ მიმდინარეობდა ბრძოლები. აი აქაც შარი აშკარად ცხენის ცვლები, რომელიც ძირითად ტრანსპორტს წარმოადგენდნენ. ალბათ დღესაც შეიძლება ეს სატრანსპორტო საშუალებად. ეს გადმოქონდათ ალბათ 1000 შეიარაღება, პროდუქტი. აი ალბათ აქ გათამაშდა მთავარი ტრაგედია. ისე იგი აი მყინვარის ქვეშ დნობის პროცესში აი ეს დროთა განმავლობაში გამოაქვს ეს მიცვალებულები, მათი ნაშთები უფრო სწორედ უცნობი ჯარისკაცების, ცხენების, აგრეთვე შეიარაღება ძველი, რა თქმა უნდა, ლულები და სხვადასხვა დეტალები. ეს ხდება ყოველწლიურად. როდესაც გამოდიან, ძირითადად ჩვენი მესაზღვრეები არიან, ესეთ ბოლოს აგუშაგუს სხვათაშორის მინდა ვთქვა. ჩვენი მესაზღვრეების ყოველწლიურად რაღაც ახალს პოულობენ აქ. სავარაუდოდ გერმანელებს ელოდებოდნენ აი უღელტეხილიდან. მაგრამ როგორც იკვევა, მოგვიანებით გაიყვა. როგორც მიიღო საბჭოთა დაზვერვა, ინფორმაცია გერმანელებმა გადმოსულიყვნენ იქიდან და
გამაგრებული იქნა ეს ადგილები. მოემზადნენ დასახვედრად მოწინააღმდეგის შემჩნეული იქნა საღამო ხანს, სროლა მიმდინარეობდა მთელი ღამის განმავლობაში, მაგრამ დილისკენ გაირკვა, რომ იქიდან საბჭოთა არმია იყო გადმოსული. ეს გერმანელების მიერ ძალიან კარგად დაგეგმილი პროვოკაცია. აქედან გადასული ჩვენი ჯარი და ჭუბერის ხეობიდან მეორე ნაწილი იქიდან ამოდიოდა. ერთი მიზანი ჰქონდათ ორივეს, მაგრამ იქ ერთმანეთს რო შეხვდნენ, ეგონათ იმათ ესენი ეგონათ გერმანელები, ამათ ისინი ეგონათ და შეტაკება მოხდა უცბად ღამით და სანამ გაარკვევდნენ ერთმანეთი ამოხოცეს თითქმის. ჩვენს გამყოლს ლევას გულმა ვეღარ მოუთმინა და მესაზღვრეებთან ერთად ზევით სხვა მწვერვალებისკენ წავიდა. წენა კი შეუნიშნე რომ უკვე ბრუნდებოდნენ და აბა გავხედავ ერთი. მეგონი ეგეთი უნდა იყვნენ და. ლევან! ჩამოხვედით! მოვედით. გამოშთა იალბუზი. არა, ნისლი. რუბელი. არა, სამაგიერად ბევრი გადაცემი ნახეთ. განახით კაცო. რამე იპოვეთ ზევით კიდე? არის. არ მოვიდეს მოქმედებაში. რა არის ესა კაცო? რა რუის? თავია? აუ ბიჭო ეს არა ფეთქდეს კაცო. ესავს. აწი. ელო, არა დაიჭი. ვა. აი კიდე ერთი. რა დავარქვათ ამას არტეფაქტი თუ როგორ ესე იგი ამ ვიღაცები გადასცენ რა, კიდე კაი ეს როგორ გამას რა უნდა უყუროთ? არ ვიცი, მე მგონი ამ სასაფლაოზე ჯობია. მოდი ეს მესაზღვრებს ჩავაბაროთ. უკეთიცია რა არის. ემან და რა ფეთქდეს, რა ვიცი კაცო. სასაფლაოზე რა სამდენამი. სხვა ნივთები გინახავთ კიდე ეგეთი მაგდაგვარი აქა? არის კიდე არის. ძალიან ბევრი რამეა. უბრალოდ ახლა უნდა, იმიტომ რომ ყოველ წამს დიდი თოვლი როა მე ხო ზვავს ჩამოვახდა ეს ქვები მარხავს. დრო ძალიან ცოტა გვაქვს. უკან დასაბრუნებლად კიდე 5-6 საათი გვჭირდება. ამიტომ იძულებულები ვართ უკვე